გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. გამოვიდა ახალი ტრეილერი კრიმინალური ტრეილერისა ტერენ ეგერტონით მთავარ როლში. ტერენ ეგერტონი ამავე ფილმის პროდიუსერად გვევლინება და საინტერესოა რას მივიღებთ. ფილმში მოთხრობილი ისტორია ჯორდან ჰერპერის ამავე სათაურის მქონე წიგნის მიხედვით She Rate Shotgun. სიუჟეტის მიხედვით ნეიტი ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჟანრის კანონით კრიმინალური წარსული არსად უშვებს და თავის შვილთან ერთად უწევს თავის დაღწევა გარკვეული ბანდებისგან. ფილმი ასევე მოგვითხრობს ისტორიას მამაშვილზე. საინტერესოა როგორ დაულაგდებათ მათ ურთიერთობა, როცა ბავშვი ფაქტურად მამა არაზუსს უნახავს და ეს გზა ფაქტურად მაგათი გაერთიანების გზად იქცევა. ბოლო წლებია ჰოლივუდში ისევ გაცოცხლდა მიუზიკლის ჟანრი და განსაკუთრებით ბიოგრაფიული თემატიკით. უამრავი კარგი და საშუალო დონის ფილმები ნახეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ლეგენდარულ და ეპოქალურ მომღერლებზე, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მომღერლები, რომლებიც ნამდვილად არიან ეპოქალურები, ვეღარ ითმენდნენ, როდის გახდებოდნენ ვინმეს მუზა და მათზე ფილმს გადაწყვეტდნენ. ამიტომ თვითონ უდგებოდნენ სათავეში ამ საქმეს, როგორც ხდა მაგალითად ელტონ ჯონმა. ტერენ ეგერტონი თვითონ აარჩია მთავარ როლზე, სახელი როკეტმენიც და სცენარის კონტროლსაც თვითონ ახორციელებდა. ასევე ვიხილეთ ელვიზა საკმაოდ კარგი ფილმი ბოჰემია. რავი, ძალიან ბევრი კარგი ნამუშევარი იყო, მაგრამ უმთავრესი და ეპოქალურები ვინც არიან, მათზე სერიალიც კი ჩაეშვა მუშაობაში და როგორც გვირდებიან, სულ მალე ვნახავთ ლივერპულელ 4-ეულზე. ასევე კულუარებში დადის ჭორები, რომ ლეგენდარულ ჯექსონზეც კი აპირებენ სერიალის გადაღებას. კევინ კოსნერი წარსდგა სცენაზე ნიუ-იორკში ფესტივალი ფანატიქსის ფარგლებში, სადაც მან მისცა ინტერვიუ. კორესპონდენტის კითხვაზე თუ რატომაა დღემდე მისი ფილმები ასე აქტუალური და ყოველთვის პოულობენ მაყურებელს, მან უპასუხა, რომ ჯერ მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვისაც დღემდე დაყავს შვილები კინოში. ჩვენ დროს ეს მთელი რიტუალი იყო. ბავშვის კინოში წასვლა იყო უამრავ შთაბეჭდილებასთან და ასევე ცოდნასთან დაკავშირებული. კინოში ჩვენ ვსწავლობთ როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა აკოცო, იყო ღირსეული ადამიანი, იყო გმირი. ასევე კინო გვასწავლის, რომ გმირი ყოველთვის არ იმარჯვებს როგორც ცხოვრებაში. ხანდახან მარცხი და წაგება განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. აი ზუსტად ეგეთი კარმის მქონე პერსონაჟების აღება მიყვარდა ყოველთვის და შეიძლება ეგეცაა საიდუმლო ფორმულა ჩემი კინოკარიერის. Street of Rage-ზე გვაჩვენეს ახალი იეტის მოჩვენების გეიმპლეი და გაგვაცნეს თუ რას უნდა ველოდეთ. გეიმპლეიში მთავარი გმირი აცუი ეცნობა ღია სამყაროს. ასევე ვხედავთ, რომ ის ხმარობს ჭოგრით, რაც მიმანიშნებელი ნიავის შემცვლელი იქნებაო. შემქმნელების თქმით, იეტი ბევრად უფრო თავისუფალი მანევრირების საშუალებას მოგცემს და არა მარტო წინა ნაწილთან შედარებით, არამედ ზოგადად ინდუსტრიაში არსებული ღია სამყაროს მქონე თამაშებს შორისო. ასევე არსენალმაც და საბრძოლო სტილებმაც განიცადეს ცვლილებები. აცუის ექნება როგორც ჩვენთვის ჩვეული კატანა და შუბი, ასევე ოდოტი, კუსარიგამი, წყვილი ხმლები და სასროლი ბირთვები. ყველა იარაღს ექნება თავის დატვირთვა და ის გარკვეული ტიპის მოწინააღმდეგებზე იქნება ეფექტური. არცად წასულა შავთეთრი რეჟიმი, რომ მეტად შევიგრძნოთ კურასავას-ეულის სული. თუმცა წინა ნაწილისგან განსხვავებით კიდევ გვპირდებიან დუელებისას 13 მკვლელისეული ანიმაციას, რომელიც შეჯახებებს უფრო დინამიურს და დასამახსოვრებლობას გახდის. თამაშს უნდა ველოდეთ 2 ოქტომბრიდან. RDR 2-ის ფანებისთვის კარგი ამბავია. განახლებული ვერსია ახალი თაობის კონსოლებისთვის გონი როგორც იქნა გამოვა. სამწუხაროდ ესეთი ლეგენდარული თამაშს აქვს მხოლოდ ერთი ვერსია წინა თაობის კონსოლებზე, როცა Next Gen-ი უკვე ამდენი წელია ბაზარზეა და თამაშიც მიუხედავად სიძველისა ოდნავ არ კარგავს აქტუალურობას. რატომაც არ უნდა იყოს Next Gen-ის კონსოლებზე, მასშტაბი და ვიზუალი RDR-ის ახალ თაობაზე ნამდვილად შთაბეჭდავი იქნება. ასევე დადის ჭორები Red Dead Redemption-ის მესამე ნაწილზეც, მაგრამ ცოტა შორს პერსპექტივაში, იმიტომ რომ Rockstar-ის მთელი ძალები ამ მომენტისთვის GTA 6-ისკენაა მიმართული. და მხოლოდ მის რელიზის შემდეგ შეიძლება უკვე სერიოზულად ამ თემაზე ლაპარაკი. თუმცა ინვესტორებთან საუბარი უკვე შედგა და ესე ვთქვათ, კულუარებში ამ დონის ფრანშაიზაზე ლაპარაკი ტყუილად არ იწყება ხოლმე. ევროპაში სერიოზულ ძალას იკრებს ახალი მოძრაობა Stop Killing Game. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ Ubisoft-მა 2024 წელს გათიშა სერვერები სპორტულ სიმულატორზე The Crew.
ფაქტიურად ვისაც ნაყიდი ქონდა თამაში, გაუგნებულები დარჩნენ, იმიტომ რომ მათი შენაძენი უცებ ფუნქცია დაკარგული გამოდგა. რაზეც გამოხატა უკმაყოფილება იუთუბერმა რონ სკოტმა და შექმნა პეტიცია, სადაც ის ითხოვდა, რომ საკანონმდებლო დონეზე დამდგარიყოს საკითხი, რომ მყიდველის უფლებები ყოფილიყო დაცული, რადგან თუ შევიძინეთ თამაში, ვიღაცას არ შეეძლოს მათი გაუფასურება. მაგრამ ამ პეტიციამ სულ სხვა ძალა და ხმა შეიძინა, როცა მოძრაობას ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლაი შტეფანუცე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ თამაში თუ იყიდება და ვინმე მას შეიძენს, ის უკვე მისი საკუთრებაა და კომპანიას არ აქვს უფლება მისი ხელყოფის. ის ამ მოძრაობას მისი სრული მხარდაჭერას დაპირდა. მან ასევე მიმართა ევროსაბჭოს წევრებს, რომ ხარი დაეჭერათ აღნიშნული პეტიციისთვის. პეტიციას ბევრ სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად მხარს უჭერს ასევე მაინკრაფტის შემქმნელი მარკუს პერსონი, რომელმაც განაცხადა, თუ თამაშის შეძენა ადამიანს არ ხდის მის მფლობელად, მაშინ არც მეკობრეობა უნდა ითვლებოდეს დანაშაულად. მაგრამ რა თქმა უნდა, დიდ კორპორაციების 90%-ის არგუმენტი შეერდა ერთნაირად, რომ ძველი თამაშების სერვერების შენახვა საკმაოდ ზვირიჟდება და კომპანიას არ აქვს მაგის რესურსები. ამ პეტიციამ შეიძლება თლიანად ინდუსტრია ჩაძიროს. ერთი სიტყვით წადიდა ყოველწელს ახალი თამაში იყიდეთ, რომ უფრო დიდრები გავხდეთ და სერვერის შენახვა რაღაც ენით აღუწერელ სირთულის რამე ყავთ გამოყვანილი. ერთი მხრივ სასაცილო ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ მახსენდება, რომ ზუსტად ჩემნაირი მომხმარებლები, რომლებიც მაგალითად FIFA-ს, რაც უკვე FC-ს ყიდულობენ ყოველწლიურად და რეალურად არაფერ ახალს არ ვიღებთ, ზუსტად ჩვენ ვაყურებთ ამ კორპორაციებს და იმედია ევროპელი ხალხის ხმა მაინც გაიჟღერს ისე, რომ კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ მეგან 2:0. პირველი სერიისგან განსხვავებით, რომელიც სუბუქის sci-fi ჰორორი უფრო იყო, მეორე ნაწილი უფრო კომედიურ ბოევიკში გადის. რა მაიძულათ ან მიაღებინათ ეს გადაწყვეტილება, ნამდვილად ვერ გეტყვით, უფრო საბავშვო აუდიტორიაზე აგება, თითქოს არა, იმიტომ რომ ფილმი სავსეა დასახიჩრების და ძალადობის სცენებით, რომლებიც, ბავშვთა აუდიტორიაზე რო ყოფილიყო გათვლილი, საერთოდ შეეძლოთ ამოეღოთ, არაფერი სიუჟეტური მნიშვნელობა არ ქონდა. როგორც არ უნდა იყოს, პირველი სერიის მერე ვისაც დაგჭირს საბეჭდილება, რომ მეტი სიღრმისეულობა რომ მიეცათ პერსონაჟებისთვის. ცოტა სიუჟეტი გამოესწორებეთ რაღაცა, აი ვისაც გითამაშეთ დეტროიტი, აი რაღაცას მაგ ვაიბით მივიღებდით, აქ საერთოდ სხვა გზით წავიდნენ. უფრო სუბუქი არა, უფრო რაღაც მარტივი იუმორი დატვირთეს, გააჯერეს ექშენ სცენებით. რომ გითხრათ, ცუდად იყურება თქო ნამდვილად არა, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რის სანახავად მივდივართ და ფილმი უნდა ვიცოდეთ, რომ არის რაღაცა საშუალო ჯაშუშ ბავშვებსა და დისნეურ ბლოკბასტერებს შორის. მაგრამ თუ გინდათ უბრალოდ კინოში გაერთოთ, არ დაიტვირთოთ გონება, იმიტომ რომ ნამდვილად არტჰაუსიდან ძალიან შორსაა. ნახოთ კარგად დადგმული საძვლო სცენები, ზოგადად ექშენი, მაშინ თამამად წადეთ. თან დიდი ეჭვი მაქვს კიდევ ბევრი ნაწილი იქნება და ხომ უნდა ვიცოდეთ რაშია საერთოდ საქმე. ფილმს კი მივცემდი 10-დან 5-ს. ცუდად ნამდვილად არ იყურება, მაგრამ აუცილებლად სანახავ ფილმებიდან საკმაოდ შორს არის. Strange. Your neurotransmitters tell me you're highly aroused. Right, that's enough. ასევე შეგიძლიათ უყუროთ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ყველაზე ცნობად სუპერგმირზე ფილმს. 2025 წლის სუპერმენი ახალ ხაზს იწყებს DC-ს სამყაროში, რომელიც ჯეიმს განმა ჩაიბარა. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად ობიექტური ვიყავი ამ ფილმის ყურებისას, შეიძლება ის ფაქტორი მოქმედებდა, რომ სნაიდერის გულშემატკივარი ვარ და თვითონ ფოლადის ადამიანი ჩემთვის საკმაოდ კარგი ფილმი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსებით, მულტიპლიკაციითა და სხვა ძველი ფილმებით საკმაოდ კარგად ვიცნობდი DC-ს სამყაროს და უშუალოდ კლარკ კენტს, მაინც ახლებურად შემახედა გასუპერმენებამდე ხაზს და მგონია, რომ საუკეთესოა ზოგადად ამ ლორში, რაც გადაღებულა. თუმცა დანარჩენი ტრილოგიის ნაწილებიც საკმაოდ კარგია მერწმუნე. თუ ვინმეს არ მოგეწონათ, გთხოვთ კიდევ ერთხელ მისცეთ ჩანსი და ბეტმენის სუპერმენს ამჯერად სარეჟისორო ვერსიას უყუროთ და სამართლიანობის ლიგას სნაიდერ კატს ცოტა გრძელია 4 საათამდე, მაგრამ დამიჯერეთ ეს ამ ადგილს თუ DC მოგწონთ, ბეტმენი, სუპერმენი, ვანდერ ვუმენი და ესე შემდეგ.
დაუბრუნდეთ ფილმს, როგორც მივხვდით, სნაიდერის ტრილოგიის მოყვარული ვარ და შეიძლება მაგიტომაც ეს ვერსია როგორ ვთქვათ, უფრო სწორედ, აი სუსტი მომეჩვენა. სუსტი არა გადაღებით, ხა ჯეიმს განს მაგ ამბავში არა ბადალი არ ყავს და ბევრს ფორას მისცემს. სუსტი უფრო შიგთავსით, სიღრმით. არა, არ მომავალ რომ ფილმი მოსაწყენია, დამღლელია პირიქით, ბევრად ხალისიანი, ადვილად ყურებადი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესრულებული ლექს ლუტერით. ტემპიანი, კაი მუსიკით. აი ზუსტად რომ თქვა, უფრო აი მარველის სეულია. DC სეულის სიმძიმის გარეშე. შეიძლება ზუსტადაც ეგ ხიბლავდა მაშინ თავისუფლად მიბრძანდით. თუ სუპერგმირების ფილმები ხიბლავთ, არ დაფიქრდეთ ერთი რაც არის თავარი გმირის გინდათ არ გინდათ ჰენრი კაველთან შედარებას დაიწყებ და დამიჯერეთ ქარიზმით კაველისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მის გამართლებად ისე მასე ვიტყვი რომ ზოგადად ძნელია ქარიზმით ჰენრი კაველს საერთოდ ვინმე შეედაროს. ფილმს კი შევაფასებდი 10-დან 8. აუცილებლად სანახავია თუ პრინციპის საკითხი არ არის სუპერგმირებზე და მფრინავ ადამიანებზე არ სიარული და მეგეთებსაც ვიცნობ. ესე რომ კარგია, მივძანდით დათქმით. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაგვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა შეხვედრამდის. კარგად. Yo, girl, she looking easy. I know they got this on repeat. Freaking out, I need a DD.